წინააღმდეგობის 199-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის წინ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ადმინისტრაციულად დაკავებულებსაც, რომლებიც შეკერილი საქმეებით ამ დრომდე იზოლატორებში რჩებიან. თავისუფლების მოედანმა აქცია გამართა უზენაეს სასამართლოსთან, შეკრებილებმა იმსჯელეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ სტუდენტებზე. არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ახლა სწავლას არის მოწყვეტილი, რომელსაც ემუქებათ, რომ წლებით შეიძლება იყვნენ დაპატიმრებულები და მათ შორის არიან ჩემი მეგობრები, ამ ქვეყანაში არ უნდა გვეშინოდეს და არ უნდა გვეკრძალებოდეს, თქვათ რუსეთის დამპალი იმპერია, იმიტომ რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და არასდროს არ იქნება რუსეთის მონა. Როდესაც 19-20 წლის ახალგაზრდა გოგოებს აპატიმრებ, იმიტომ რომ მათ კონსტიტუციით დაცული საკუთარი უფლება გამოიყენეს, ამას აღარ უშველის მერე იმედი პოსტები და რაღაც მოთხრობილი ისტორიები. ხო, ამას როგორც კი გაიგებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს გული, ვისაც აქვს თანაგრძნობა, ვისაც ყავს შვილი ამხელა, მე მათზე უფროსი შვილები მყავს გოგო, ხო? ეს წარმოუდგენელი დანაშაულია ახალგაზრდობის წინაშე. ჩემი შვილი ახლა რომ აუდიტორიაში იჯდეს და განათლებას იღებდეს, ამაში ხელი შეუშალა კობახიძე, ირაკლი კობახიძე, მისი სტუდენტი გაწირა. ბავშვებს წირავს 9 წლიანისთვის იმის ნაცვლად, რომ უნდა იღებდნენ სწავლა განათლებას. ეს არც პარლამენტია, არც ხალხის არჩეული, აი ზუსტად სრული სიტყვის მნიშვნელობით არის ხროვა. 100 არჩევნები რო ჩატარდეს, 100-ს კი არ მოიგებენ, როგორც მიიტაცეს, უარესად მიიტაცებენ კიდევ. ხო და მაშინ ჩვენ ვძელობთ და გვაქვს ერთნაირ გზას ვეძებთ, გზას. როგორ მოვიცილოთ ეს წურბელები. როცა ვიაზრებ, რომ 6 თვე აქ ვართ და ამხელა დრო გავატარეთ, კიდევ უფრო მეტ мотивაციას გვაძლევს იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც წამოვიწყეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ყველა ცხოვრებაში, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, აუცილებლად უნდა გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ქვეყანა თავის ევროპულ გზას.